თბილისში დასრულდა ქალაქის ღია პირველობა ცურვაში მოსწავლეთა შორის. გურჯაანის სპორტული გაერთიანების ცურვის პედაგოგის გიორგი ჯეჯელავას განმარტებით ტურნირი ფაქტობრივად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ტოლფასი ღონისძიება იყო, სადაც ქვეყნის ყველა უძლიერესი მოცურავი ასპარეზობდა. 100 მეტრზე ბრასით გაცურვაში ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა გურჯაანის სპორტული გაერთიანების აღსაზრდელმა საკმაოდ ნიჭიერმა და იმედის მომცემმა მოცურავე ნია პაპუნაშვილმა, რომელმაც მრისხანე კონკურენტებთან პაეკრობაში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა. Ამ წლის 12-13 აპრილს ჩატარდა ქალაქ თბილისში გდანის აუზზე საქართველოს თბილისის ღია პირველობა, სადაც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ყველა რეგიონიდან უმცროსი კადეტები. ჩვენი გუნდიდან გამოდიოდნენ 4 სპორტსმენი, რომელთაგანაც ერთმა მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ძალიან პერსპექტიული ბავშვია და ყველა ძალიან პერსპექტიულები არიან. რეალურად რაც თქვით, მიდის თაობად იმ ოქროს თაობამ, რომელიც გვანებიურებდა მედლებით. ეხლა ცხოვრება სწავლას მიიღო ზოგმა ხელი უფრო და მიმდინარეობს თაობათაცვლა, ყავს პატარა ახალგაზრდა პერსპექტიული ნიჭიერი მოცურავეები და ვნახოთ ჩვენ ძალღონეს არ დავიშურებთ, ბევრი რამე ბავშვებზეც არის დამოკიდებული და იმათ მონდომებაზე. ასე შემდეგ ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს ჩვენი IP-ის ხელმძღვანელობისგან და საერთოდ რაიონის ხელმძღვანელობისგან და რა ვიცი, ვეცდებით რომ გავამართლოთ ჩვენზე დაკისრებული მოვალეობები და გაცემული ავანსები.